მე მინდა მოგესალმოთ გუშინ ჩვენ ყველამ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ექსპერტებთან უბრალოდ ცნობისათვის სანამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავიწყებდი ამ გამოსვლას მე მაინტერესებდა საზოგადოებას თავისვა კითხვა რა ფორმით შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა და რა ფორმით დაუძახა იმ ხალხს ექსპერტები ანუ არსებობს თუ არა რაღაც კრიტერიუმი ექსპერტების შეფასების და არსებობს თუ არა კრიტერიუმი ისა როგორ არჩევს პრემიერ-მინისტრი ექსპერტებს მე მინდა უბრალოდ სანამ დავიწყებთ აი თქვენ გაჩვენოთ ეს არის ოფიციალური ექსპერტის საბუთი რომელიც მე მაქვს და რომელიც მომცამე ევროპის საბჭო ხო და მე არ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიწვია ის ხალხი რომელთანაც ქონდა წინასწარ გარკვეული ურთიერთობა რომ იქ კრიტიკული კითხვები არ დაისმებოდა და არ დაისმებოდა მისი მინისტრების პროკურატურის პირველი პირების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ბატონი პრემიერი გუშინ ითხოვდა ფაქტებს რომ მტკიცებულები წარმომიდგინეთ ჩემ პროკურორი ჩემ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ღვევსო მაგრამ არავინ იქ კითხვა არ დასვა რომ აგვისტოში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები იმისა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პროკურატურის მაღალჩინოსნების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს და მოთხოვე პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთი ვადაში გაენთავისუფლებინა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნათლიშვილი. ჩვენ რა თქმა უნდა პასუხი არ მივიღებთ საპირისპიროდ, როდესაც მოვიდა უკვე დრო და თქვენ კარგად იცით რომ დღესაც კარგად უსმენენ ტელეფონზე და მე ვაკეთებდი დოკუმენტს რომ წარმედგინა ევროკავშირის პრეზიდენტის სახელზე და მომეთხოვა ირაკლი ღარიბაშვილის, არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნათლიშვილის პერსონა ნონ გრატა ცნობა და არ შეშვება ევროკავშირის ტერიტორიაზე. დღესთვის ეს დოკუმენტი გამზადდა და დღეს მესწრება მე პრესკონფერენციაზე ბატონი გიორგი თევდაძე რომელიც წარმოადგენს საქართველოში მოქმედ დაახლოებით 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოთხოვნა რომ არ იყვნენ შეშვებული ევროკავშირის ტერიტორიაზე ირაკლი ღარიბაშვილი, ლაშა ნათლიშვილი და არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დადასტურდება ხელმოწერით და ჩვენ მოვთხოვთ ევროპულ სტრუქტურებს რომ დაიწყონ ამ დოკუმენტის განხილვა. ეხლა რადგან მინდა თქვენ ყურადღება გავამახვილო პატივცემულებო თქვენ კარგად იცით რომ წამება არის აკრძალული თვით ომის დროსაც კი წამებაში მონაწილე პირებს და მათ მფარველებს ერთნაირად დევნის ევროკავშირი, ევროსაბჭო და დიდერვიანი სახელმწიფოები, რომლებიც აგებული არიან ადამიანის უფლებების დაცვაზე და პატივცემენ ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და ევროპულ კონვენციას. 2012 წლის 18 დეკემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე დვალიშვილის საქართველოს წინააღმდეგ. სადაც ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევად მიიჩნია დვალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება კერძოდ წყალტუბოს პოლიციაში 2005 წლის დეკემბერში დვალიშვილი აწამეს იგი მოხვდა ჯერ ერთ საავადმყოფოში მეორე საავადმყოფოში და ერთი წელი ფაქტიურად მკურნალობდა ამ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება მე მივმართ ევროპის ადამიანის სასამართლოს 2006 წელში და მოვიგე ეს საქმე როდესაც გადაწყვეტილება გამოვიდა გავიდა 3 თვე არ გაასაჩივრა საქართველოს და აღიარა პოლიციის მხრიდან ჩადენილი უმსგავსო ქმედება ანუ წავება არადამიანური მოპყრობა 2013 წლის 19 თებერვალს არჩილ კბილაშვილის მიმართა რევაზ დვალიშვილმა და მოითხოვა მალხაზ მჟავიას, რევაზ ქობულიას და იმ დანარჩენი მწამებლების დასჯა ვინც დააგდო ეს ადამიანი ფეხებით შეესდგა დაუჭეჭყა ხელის თითები და კოკა-კოლა დაასხეს მერე დაბლა იატაკზე და ენით აალოკინეს ამ კაცს. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივას 12000 ევრო და საქართველოს სახელმწიფომ დააგვია კონვენციის მესამე მუხლი წავება არადამიანური მოპყრობა. ამის შემდეგ მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ხვდები არჩილ კბილაშვილს და ვეუბნები რომ არჩილ თუ შენ ამას არ გააკეთებ, გამოდის რომ წაახალისებ პოლიციელებს და პროკურორებს. არჩილ კბილაშვილმა მე მითხრა რომ ამაზე აუცილებლად ჩატარდებოდა ეფექტური გამოძიება, იმიტომ რომ მას ამის შესახებ ევროპის სასამართლომ დაავალა და არჩილ კბილაშვილის ეფექტური გამოძიება გამოიხატა შემდეგში. ივლისში ბატონი ქობულია
რომელიც არის მთავარი მწამებელი რევაზ დვალიშვილის, რომელმაც იატაკიდან კაცს აალოკინა კოკა-კოლა ენით. დანიშნა ღალიბაშვილმა პოლიციის სამმართველოს უფროსად წყალტუბოში. აი ეს არის ეფექტური გამოძიება ქართულად, ანუ არჩილ კბილაშვილის ეფექტური გამოძიება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ რამის ლექსი მიუძღვნა, ისეთი კარგი მთავარი პროკურორი ყოლია ჩვენ. ეხლა ყველაზე დიდი უბედურება რაც ამ სახელმწიფომ ჩაიდინა, როდესაც მე ეს ფაქტი გავახმაურე, ვთქვი რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა გირგულიანი 2. ჩვენ ყველაზე დიდი უბედურება დაგვემართა მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს რამოდენიმე წელი ვპატიობდით და მივიღეთ გირგულიანი ვაზაგაშვილი და ასე შემდეგ, ხო, რობაქიძე, შავაძე, გამცემლიძე. დღეს როდესაც ჩვენ დავიწყეთ რომ იგივე ქმედებები ხდება პოლიციელების მხრიდან, ჩვენ არ გვინდა რომ გირგულიანი ვაზაგაშვილი განმეორდეს საქართველოში და რაღაც უყუქცევითი რეაქციები მივიღოთ ამ ქვეყანაში და შედეგები. ამიტომ დღესავე ამოვიღეთ ხმა და პრემიერ-მინისტრს მიმართე და ვთხოვე რომ მიეღო ამაზე ზომები. ადამიანმა პასუხი არ გამცა საერთოდ და ყველა მიცოდა რომ დღეს მე ვაპირებდი პრაიმ ტაიმში პრესკონფერენციას და გუშინ სასწრაფოდ შედგა ექსპერტებთან შეხვედრა და იმ ადამიანების ქება დაიწყეს რომელ ადამიანების წინააღმდეგაც მე ევროკავშირის პრეზიდენტს უნდა მიმართო და მოვითხოვო მათი არ შეშვება ევროკავშირის ტერიტორიაზე როგორც წამებაში მონაწილე პირების ფარველების. როდესაც გირგულიანის საქმე მოხდა, მთელი სამოქალაქო საზოგადოება შოკში ჩავარდით უფრო მეტად, როდესაც გირგულიანის მკვლელები სააკაშვილმა შეიწყალა. და როდესაც უზენაესმა სასამართლომ მათ გარკვეული თვეები ჩამოაკლო. ეს იყო შოკი. 4 ადამიანი დაისაჯა გირგულიანის მკვლელი მეგობრებო. ამ მომენტში რეზო დვალიშვილის მწამებელი ადამიანი კი არ დასჭილა, არამედ დააწინაურეს და მთელი პოლიცია ჩააბარეს წყალტუბოს რაიონში. ეხლა ამ და მეორე დიდი საოცრება რა მოხდა? მეორე მწამებელი დვალიშვილის მჟავია, რომელსაც ერთ ფეხში შეეულო ხელი, რა ქვია და მეორე ფეხში ქობულიას, მასაც არ დასწყვიტეს გული და ერთ-ერთ ქვეგანყოფილების უფროსად დანიშნეს, რომ შენს კარგად გიწამებია ეს კაციო და უნდა ავდგეთ და ამ წამების გამო შენც უნდა დაღაწინაუროთო. ნუ ეს არის ანომალიური ფაქტი და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ სასწრაფოდ უნდა დაწერონ განცხადება კბილაშვილმა და ღარიბაშვილმა. რა ხდება? სამაგერო გვიპასუხა ივანიშვილმა ის, რომ მიიყვანა ექსპერტები, დატუქსა, ექსპერტებმაც თავი დაუხარეს, როგორც პირველ კლასელებმა და გააკეთეს განცხადებები, რომ აიო პრემიერ-მინისტრიო უფრო მომზადებული იყო, ვიდრე ჩვენ მივედით და ასე შემდეგო. აი ეს იყო გუშინდელი PR კომპანია და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ ვამხელთ ახალ მინისტრებს, ყველა დაგტოვა იგნორირების გარეშე და მეორე, ყველაზე მთავარი, ყველა ტელევიზიამ გუშინ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პირდაპირ ეთერში აჩვენა. დღეს რო პრემიერ-მინისტრი გვეუბნება ჩვენ, რომ იცით რა, ტელევიზიები გავანთავისუფლეო. მე არ მოხსოვს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ჩამეტარებინოს პრესკონფერენცია და იქ ყოფილიყოს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. ეს არის ახალი დემოკრატიის სიო, პრემიერ-მინისტრის საჩუქარი, რომ ის ადამიანი ოფიციალურად ექსპერტი, რომელსაც ევროსაბჭო აღიარებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, როცა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის დამნაშავე და მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე არიან დამნაშავენი, ყველა სატელევიზიო სივრცეში მისი პრესკონფერენცია არის დაბროკილი. ეხლა მე და ბატონ გიორგი თევზაძე აუცილებლად ამ საპასუხო რეაქციას უპასუხებთ იმით, რომ წავალთ ბრიუსელში, როგორც ეს გავაკეთე სააკაშვილის რეჟიმის დროს და იქ ჩავატარებ პრესკონფერენციას. ივანიშვილს თუ არ უნდა რომ აქ ხალხმა ნახოს თუ რა მინისტრები ყავს, დავანახვებთ უკვე ბრიუსელში თუ რა მინისტრებთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, რომელსაც ბატონი პრემიერ-მინისტრი ლამის გმირებად შერაცხავს და რომელსაც ჩვენ უნდა უმადლოდეთ, რომ აი ასე კარგად გვაცხოვრებენ. არ არსებობს პრეცედენტი იმისა, მეგობრებო, რომ ევროსასამართლომ მესამე მუხლით გამოიტანოს გადაწყვეტილება და რომელიმე მინისტრმა წამებაში მონაწილე პირები დააწინაუროს. ასეთი რამ მე არ გამიგია, ასეთი რამ არსად არ მომხდარა, ასეთი რამ არ მომხდარა ლუკაშენკოს ბელორუსიაში, რომელიც პერსონა ნონ გრატად აღიარა ევროკავშირმა. ასეთი რამ მოხდა ივანიშვილის ხელისუფლებაში და ასეთი რამე გააკეთა ივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ეხლა ეს ფაქტი რომ გავახმაურე, ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი საწავიდო და ხუარ უარყოფდა, ადგნენ და
უფრო მეტი საშინელება ჩაიდინეს, ანუ დოკუმენტი ჩამიგდეს ხელში, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილს თუ რომელიმე სახელმწიფოს აქვს პატივი სცემა ევროკონვენციის მესამე მუხტთან მიმართებაში, ეს კაცი, როდესაც მოსმენებით წავა ჩემს საჩივარზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არ უნდა შეუშვან და გამარჯვება არ უნდა უთხრან. ეხლა რა გამოდის სამინისტრო, როდესაც მე ვატარებ პრესკონფერენციას, პრაიმ ტაიმში ჩავატარებ პრესკონფერენცია და გაზეთი ალიამ დაბეჭდა, მე დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ, იმიტომ რომ დღეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რასაც მე ყველა სახელმწიფოში ვაგზავნი და თქვა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში გვარები არ წერიაო და ჩვენ საიდან უნდა მივხვდარიყავით რევაზ დვალიშვილი ვინ აწამაო? კი ბატონო აწამესო, კონვენციის მესამე მუხლი დაიღواو, მაგრამ იქ გვარები არ წერიაო. პირველი კურსელი სტუდენტი, როცა შედის უნივერსიტეტში. ან უბრალოდ ტექნიკურ სასწავლებელში. ყველას ვისაც შეხება აქვს ევროპულ სასამართლოსთან იცის, რომ ევროსასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებას ჯერ გვარები არ ჩაუწერიათ. ევროსასამართლო არ არის მეოთხე ინსტანცია, 40,000 ადამიანიდან 40,000 ადამიანიდან ერთ ადამიანს როგორ არ ეყო იმისი ჭკუა, რომ ეთქვა, რომ ირაკლი ეს არ შეიძლება. ამაზე შენ პასუხს მოგთხოვენ. როგორ შეიძლება განცხადება, რომ გვარები არ ეწერა? გირგულიანზეც არ ეწერა გვარები, მეგობრებო. გირგულიანზე თქვენს, რომ სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მეორე მუხლი. ანუ ჩაიდინა ამ ადამიანის მკვლელობა. აქ დადგინდა, რომ პოლიციის დაწესებულებაში აწამეს რევაზ დვალიშვილი. ასევე გადაწყვეტილებაში წერია, რომ 7 პოლიციელი, რომელიც დაიკითხაო ტყუიანო და რევაზ დვალიშვილსო დაზიანებებიო, დაცემის შედეგად არ მიუღიაო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, იმ 7 პოლიციელს გვარი ხო აქვს, ხო იციან. აუცილებლად უნდა ეთქვათ, რომ რევაზ დვალიშვილის მარცხენა ყური ამან აუწია, მარჯვენა ყური ამან აუწია. ეთყობა განათლების პრობლემაა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ელემენტარულად ვერ წაუკითხავთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და ითხოვენ რაღაც აბსურდულ დასაბუთებას იმისას, ვაიმე იცი რა, რატომ არ წერია გვარები. აბა ეფექტური გამოძიება რომ დაავალა სახელმწიფოს, რატო დაავალა? ის უთხრა რომ დააწინაურეთო? ეფექტური გამოძიება ნიშნავს გამოძიების ჩატარებას კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე და კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე. და არა, ეფექტური გამოძიება არ არის ის, რომ ადამიანი, რომელმაც წამება ჩაიდინა, დააწინაურა. თქვენ ეხლა წარმოგიდგენიათ რევაზ ქობულია წყალტუბოში არჩევნების წინ რას გააკეთებს? იცის რომ კაცი უნდა იჯდეს ციხეში. და ადამიანი დანიშნეს ანდეს მთელი წყალტუბო. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ არჩევნების დროს, მე მინდა პირადად გავიგო არჩევნების შედეგები წყალტუბოს რაიონში. იქ იქნება ყველაზე ერთ-ერთი მაღალი შედეგი, რომელსაც მიიღებს მარგველაშვილი. და დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართე მე და უთხარი, ხალხო, თქვენ საარჩევნო დაგინიშნეს ეს კაცი. ხმას არავინ არ იღებს. ანუ ყველა ადამიანი რაღაცნაირად ეგუება იმ უკანონობას, რა უკანონობა საქართველოში მიმდინარეობს და ხლა თუ სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა არ ამოიღეთ, აი ბატონი გიორგი რო გაიგო გამოეხმაურა ჩემ მოწოდებას 40 არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს, ბატონი გიორგი თვითონ იტყვის და მზად არის იმისათვის რომ ადვოკატთა ასოციაციას მხარში დაუდგეს და მინიმუმ 100 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერა მოგვიტანოს ჩვენ, რომ ევროკავშირმა დაიწყოს ამ საქმის განხილვა. იმიტომ რომ თუ ჩვენ არასამთავრობო სექტორმა ხმა არ ამოვიღეთ, თუ ჩვენ არ ვთქვით, რომ ეს არ შეიძლება, მაშინ რა გამოდის? წავა ის რაც იყო, ჭაობში ვიყავით, ჭაობიდან გამოსვლას ლამობდით, კბილაშვილმა, ნაცვლიშვილმა და ღარიბაშვილმა ჭაობის შუაგულში გადაგვაგდეს. ეს ფაქტები პატივცემულებო თუ არ იქნა გამოძიებული, აი ის ფაქტი რომ დღეს ხელისუფლება შეეშინდა ამ პრესკონფერენციის, ხო? არც ერთი ტელევიზია არ მოუშვეს აქ. მე არ დამირეკავს ტელევიზიაში და არ მithქვამს აქ არ მოხვიდეთ მეთქი. აი ეს ფაქტი მეტყველებს უკვე რომ ხელისუფლება არის შოქში და ისეთი რამე ჩაიდინა, რომელსაგანაც ის ვერ გამოვა. მე ყველა მიცნობს, ბრიუსელში რო ჩავალ ამ საქმეზე პრესკონფერენციასაც ჩავატარებ. 2012 წლის თებერვალში, როცა მე ჩავატარე პრესკონფერენცია ბრიუსელში, პირველად დაიბეჭდა უცხოურ გაზეთებში, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ გაზეთებში, რომ სააკაშვილი არის დიქტატორი. იქამდე არ წერდნენ. დღეს იგივეს გავაკეთებს ზაზახატიაშვილი, სანამ ყველა ის მწამებელი, ვინც ადამიანებს აწამებს, არ დაჯდება საბრალდებო სკამზე. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ჩვენ წინასწარ დაგვიხატა თუ რა სახელმწიფოს მშენებლობას აპირებს. და ყველაზე დიდი მტერი სამოქალაქო საზოგადოების სურა ადეიშვილი, რომელმაც სასამართლო სისტემა დაანგრია, პროკურატურა დაანგრია, მონათლად გმირად
და თქვა რომ ამ კაცო ჩემ დროს რო ყოფილიყო მინისტრიო ეს იქნებოდაო საუცხოო ჩინოვნიკიო და ამ ადამიანებს მოეწონა ის რომ ადამიანებს ართმევდნენ ქონება ზურა ადეიშვილი იდგა ყველა ქონების ჩამორთმევის უკან ეს ხო ყველამ კარგად ვიცით ზურა ადეიშვილი იდგა საბანკო ოპერაციების უკან ეს ხო ყველამ კარგად ვიცით და ამ ადამიანზე პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ის იყო ნიჭიერი ჩინოვნიკიო ხალხო ეს ხო აი საშინელი ფაქტი არის ესე იგი არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ რომ ზურა ადეიშვილის ნაირ ჩინოვნიკი მოვა საქართველოში და აი ასე დამყარდება საქართველოს ქართული ოცნება რომ რაც შეიძლება მეტი ზურა ადეიშვილი იყოს ამ ქვეყანაში ანუ მივდივართ კატასტროფისკენ და მე უბრალოდ ძალიან მწყინს რომ სამოქალაქო საზოგადოება იმ ფაქტზე არ რეაგირებს რა ფაქტით მოხდა საქართველოში თავიდან ქალბატონი ირინა ენუკაძე მოგმართავდა რომ ხალხო ხმა მოიღეთ მარტო ჩემი შვილი არ მოკლესო ხვალზე თქვენ შვილებს დაერევიანო ყველა გაჩუმებული იყო მე რომ დაიწყო და აღარ გაჩერდა სააკაშვილის რეჟიმი ყველა საცოდავ ირინა ენუკაძე მაშინ გაახსენდა აი ქალბატონი ირინას რომ დაუდგომოდით გვერდშიო ეს არ მოხდებოდაო გირგულიანზე რაც ჩაიდინა სააკაშვილმა იგივე ჩაიდინა კბილაშვილმა და ღარიბაშვილმა არ არის არანაირი განსხვავება ეს უფრო მძიმე შემთხვევაა დღეს თუ ტელევიზია ყველა გაჩუმდა პრესა გაჩუმდა თუ სამოქალაქო საზოგადოება გაჩუმდა ჩვენ რა სახელმწიფოს მივიღებთ ამაზე მოცნებობდით ამ სახელმწიფოზე მე მივმართავ ბატონ ხოსე მანუელ ბალუზოს ის მომაწოდეთ ისა არის დოკუმენტი უკვე მზად ეს არის 10 გვერდიანი დოკუმენტი ასევე მივმართავ ევროპის კომისიის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ქალბატონ კეთრინ ეშტონს რომელმაც ხელი მოაწერა ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას პერსონა ნონ გრატა ცნობის თაობაზე დიდირვიანი სახელმწიფოთა მეთაურებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ვთხოვ რომ გამოიყენონ სანქციები და ევროკავშირის ტერიტორიაზე აიგრძალოთ შემდეგ პირთა შესვლა გადაადგილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე აშა ნაცვლიშვილის როგორც წამებაში მონაწილე პირების ფარველობის პერსონა ნონ გრატად ცნობასთან დაკავშირებით ეს არის საკმაოდ შრომატევადი დოკუმენტი რომელიც შემიძლია ყველა ადამიანს გადავცე ამ შრომატევად დოკუმენტს რომელიც მე ორშაბათს სამშაბათს გავაგზავნი თან ერთვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის 18 დეკემბერი 2012 წელი დვალიშვილის საქართველოს წინააღმდეგ ასევე პრემიერ-მინისტრთან ჩემი შეტანილი განცხადება რომელიც მე მივმართე აგვისტოს და ვთხოვე ამ ფაქტებზე რეაგირება და არაფერი მტკიცებულება რო არ მიმიღია იქიდან და პირიქით პრემიერ-მინისტრმა რო ეპასუხა რომ მისი მინისტრები არიან დამნაშავენი გუშინ ჩაატარა შეხვედრა ექსპერტებთან და დაგუმოძღრა თუ რაღაცა კარგი მინისტრები დანიშნა მან და ასევე გვპირდება რომ ისეთივე თავარ და ისეთივე პრემიერ-მინისტრს დანიშნავს მისი განცხადებიდან გამომდინარე მე უკვე მეეჭვება ზურა ადეიშვილის ჩამოყვანა ხო არ უნდა ამ კაც პრემიერ-მინისტრად იმდენად დიდი კათინაურები გაუკეთა ბატონ ადეიშვილს ეს დოკუმენტი შევა მომავალ კვირაში ოფიციალურად როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შედგენილი დოკუმენტი მოვაწერთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელს და მე ვფიქრობ რომ საქართველოს ხელისუფლებამ თუ ეხლავე არ წაიტეხა ცხვირი და თუ ეხლავე ჩვენ არ უთხარით მას რომ ამის გაკეთების უფლება სამოქალაქო საზოგადოება თქვენ არ მოგცემთ ეს საქართველოს როგორც იმართებოდა პიერ კომპანიებს გახსოვთ ტელესერიალები არჩევნების წინ გუშინ იყო პირველი ტელესერიალი რომელიც ჩატარდა ექსპერტებსა და ბატონ ბიძი და ივანიშვილის შორის ეს იყო ჟურნალი კინო ალბათ იქნება უკვე დასასრულისკენ უკვე კომპრომატებისკენ წავალდა ბოლოს და ბოლოს ამ სახელმწიფოში ამ ტელესერიალებით რამდენი წელი უნდა მართონ სახელმწიფო ხო ეს ხო სამარცხვინო ფაქტია მე ვფიქრობ რომ მე მინდა ბატონ გიორგი თევზაძეს ვთხოვო და მე მინდა გამოსვლა დავამთავრო იმით რომ ასევე აქ მითითებულია ადვოკატთა კორპუსის დევნის ფაქტები თქვენ გახსოვთ რომ სააკაშვილის რეჟიმმა 157 ადვოკატი გაასამართლა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ძალისხმევით მე შევაჩერე ადვოკატის აგრესია სააკაშვილის რეჟიმის და ადვოკატებს თავის საქმიანობის გამო ვეღარ კითხავდნენ ორი კვირის წინ ქუთაისში დაიბარეს ინგა კუპრავა ცნობილი ქართველი ადვოკატი და უთხრეს რომ შენ რო ფული აიღეო კითხვა დაუსვეს
პროკურორს მიეცით თუ არა, გვაქვს ამის ოპერატიული ინფორმაცია. ანუ პროკურატურამ დაიწყო იგივე მეთოდების გამოყენება, სანამ ივანიშვილი ეთყოდა ადეიშვილის მეთოდების გამოყენება ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, მე იქ ჩავედი, ადვოკატების მობილიზაცია და ადვოკატი ინგა კუპრავა ვერავინ ვერ დააკავა და იმ საქმესაც გაგრძელება არ მოყვა. ის პროკურორი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას ებრძოდნენ, დღეს არიან დაწინაურებულები. მე მინდა გავიხსენო ერთ შემზარავი ფაქტი, როდესაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი, ირანელმა ქალბატონმა მომართა და მითხრა, რომ თქვენ ადვოკატთა ასოციაციის წევრზე შემიყვანესო ბაღდასაროვმა პროკურორმა და მეუბნებოდნენ ადვოკატ მამუკა მიროტაძეზე თქვიო, რომ მანო ფულიო გამომძალაო და შენ ქმარსო, რომელიც დაკავებულია გაუშვებთო. აი ესეთი მეთოდები იყო და ამაზე რეაგირება კბილაშვილს რომ მივწერეთ, არავინ გააკეთა. 25 საათში ვარ მაგ შეტანილი. რატო არ გააკეთა კბილაშვილმა რეაგირება? იმიტომ რომ ინგა კუპრავა დაიბარეს, ეხლა ბაღდასაროვი შეცვალა სხვა პროკურორმა და მიდის ზეწოლა, რომ ადვოკატს როგორ შეიძლება დაუსვა კითხვა 1000 ლარი რო წაიღე პროკურორს მიეცით თუ არაო. აი ეს არის უკვე ზეწოლა ადვოკატზე, მთელ მსოფლიოში აკრძალულია ადვოკატთა კორპუსის დაკითხვა იმ საქმეების გამო, რასაც იგი აწარმოებდა. ეს ყველა ფაქტი მოყვანილია და მე ვითხოვ, რომ ეს ფაქტები გამოიძიონ. მე წინა კვირაში უკვე მქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს დელეგატებთან, რომლებიც წარმოადგენენ პროკურორებს ევროსაბჭოს მხრიდან. მე მათ მივეცი დეტალური ინფორმაცია და ჩავაყენე საქმის კურსში, რომ მომავალ კვირაში მე შევიტანდი ოფიციალურ დოკუმენტს და მოვითხოვდი მთავარი პროკურორის კპილაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილის და მთავარი პროკურორის მოადგილის პერსონალ ნონ გრატა ცნობას. მე მინდა ბატონ გიორგის გადავცე სიტყვა, რომელიც საკმაოდ ცნობილი უფლებადამცველია და წარმოადგენს ერთი ადამიანი 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და არის ვეტერანთა გაერთიანების ომბუდსმენი. აქეთ დავცან ბატონო და მე მაშინ მოგესალმებით, ჩვენ ძალიანად ხარს უჭერთ და ვეთანხმებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას, მის თავმჯდომარის პოზიციას. მინდა მოგახსენოთ, რომ არასამთავრობო სექტორმა ჯერ კიდევ როდესაც საზოგადოებაში დაიწყო ძალიან ბევრი კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთ ქმედებაზე, მიმართა თხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ შექმნილიყო მონიტორინგის საბჭო, მონიტორინგის სტრუქტურა შექმნილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან, რომელიც გააკონტროლებდა და გამჭვირვალეს გახდიდა ამ სისტემას, რადგან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმილს აუჯობინებს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად უწყებრივად არ სურს სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა იმ სექტორთან, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი იმ ფაქტების მხრივ, რაც საქართველოში ხდება. ანუ ხდება ის, რომ როდესაც აჩერებენ მოქალაქეს, ვითომ და ეჭვის საფუძველზე მას შხრიკავენ და შემდეგ მის მიმართ მიდგომა არის არაადეკვატური. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ქონდა მას ხელს ვაწერთ და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და საერთოდ გამჭვირვალეობას, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის. კი, დავამთავრეთ, კი.